თარგმანება იმათეს სახარებისაი თავი პე. სიტყვა იესე, ხოლო პეტრე ჯდა ეზოსა შინა. და მოუხდა მას ერთი მხევალი და ჰრქვა მას, შენცა იყავ იესუის თანა, ნაზარეველისა. ხოლო მან უარყო წინაშე ყოველთა და თქვა, არა ვიცი რასა იტყვი. და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხვამა და ჰრქვა მუნ მდგომარეთა მათ, ესე იყო იესუის თანა, გალილეველისა. და მერმეცა უარყო პეტრე ფიცით და თქვა ვითარმეთ, არა ვიცი კაცი იგი. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოუხდეს მუნ მდგომარენი იგი და ჰრქვეს პეტრეს, ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამე თუ სიტყვა იცე შენი გამოგაჩინებს შენ. მაშინ იწყო პეტრე შეჩვენება და ფიცად ვითარმეთ, არა ვიცი კაცი იგი. და მეხსეულად ქათამა იყივლა. და მოეხსენა პეტრეს სიტყვა იგი იესუისი, რომელ ჰრქვა მას ვითარმეთ, ვიდრეღა არა ეყილოს ქათამსა სამგზის უარმყო მე. და გამოვიდა გარე პეტრე და ტიროდა მწარეთ 26, 69, 75. ჰოი საკვირველი საქმე. ოდესერი იგი მივიდა მახვილითა და წათებითა შეპყრობად ქრისტესა, ესოდენ დუღდა პეტრე მხურვალებითა, რომელ მახვილი იხადა და სცა მონასა მღვდელთ მოძღვრისასა, და ოდეს ესოდენ იძვირის რახვანი ჰურიათანი ესმოდეს და უხმდა უმეტეს განრისხება იმათა მიმართ. უარყო უფალი და მოძღვარი თვისი და ესოდენ შეშინდა, რომელ ერთისა უნდოისა ქალისა სიტყვაი ვერ თავსიდვა და არა ერთგზისოდენ. არამედ ორგზის და სამგზისცა ერთსა შინა ჟამსა, და არცა თუ მთავართა და მძლავრთა წინაშე, არამედ გარე ეზოსა, სიტყვითა მონათთა და მხევალთაითა. და ვერცა თუ აგრძნა ადრე დაცემა ითვისი, რამე თუ იტყვის ლუკა ვითარმეთ, მოიქცა უფალი და მიხედნა პეტრეს. და მაშინღა მოეხსენა პეტრეს სიტყვა იგი უფლისაი. ლუკა 22, 61, ხოლო თავით თვისით მოცავე რიგონა, არამედ მიხედვაი უფლისაი ექმნა მას მამხილებელ და მომხსენებელ, ესოდენი შიში დაცემულიყო მის ზედა. ხოლო მარკოს იტყვის ვითარმეთ, პირველ სამას უარისყოფასა მისა ქათამან ხმაყო პირველი ხმობაი, და მესამესა უარისყოფასა მეორედ ხმაყო. მარკოზი 14, 68, 72 ესრეთ გამოწვლილით იტყვის ჭეშმარიტებასა მას ქრისტეს სიტყვათასა და უძლურებასა მას და შიშსა პეტრესსა. რამე თუ მარკოს მოწაფე იყო პეტრესი და მისგან ესწავა საქმისა მის თხრობაი. და არა დაფარად თომა იგი მოძღვრისა თვისისაი, არამედ უფროისაც სხვათა მახარებელთასა გამოაჩინა. ხოლო ვითარ იტყვის მათე ვითარმეთ, ჰრქვა უფალმან პეტრეს, ამენ გეტყვი შენ, რამე თუ ამას ღამესა ვიდრე ქათმისა ხმობამდე სამგზის უარმყო მე. მათე 26, 34, ხოლო მარკოს ეგრე გვასწავებს, ოდეს იგი მესამედ უარყო პეტრე, ვითარმეთ, არა ვიცი კაცი იგი მეხსეულად მეორედ ქათამან ხმატყო. მარკოზი 14, 71, 72, არამედ ერთ არს ორთავი ამათ მახარებელთა სიტყვაი. რამე თუ ჩვეულებაი აქოს ქათამთა თითოეულსა ჯერსა სამგზის და ოთხგზისცა ხმობად. ამას უკვე მოასწავებს მარკოს ვითარმეთ არცა თუ ხმობა მან ქათმისამან მოახსენა მას სიტყვა იგი უფლისაი. ორთავე უკვე მახარებელთა სიტყვაი ჭეშმარიტ არს. რამე თუ ვიდრე ერთიღა ჯერი არ აღესრულა ქათამსას სამგზის უარყო. ხოლო ერთსა ამას ჯერსა ვითარცა ვთქოს სამგზის და ოთხგზისცა ხმობს. და მიხედნა რაი უფალმა და მოახსენა სიტყვა ითვისი და ცნა პეტრე, რა იგი შეემთხვია, ვერვე იკადრა ტირილი შიშისათვის ჰურიათასა, არამედ განვიდა გარე და ტიროდა მწარეთ და შეინანა ცოდვა ითვისი სახიერებითა და კაცთ მოყვარებითა უფლისაითა.
სახარებაი დავით არცა განთენას რა ხვაყვას მღვდელთმოც ღუართა და მოხუცებულთა იესოისთვის რაითა მოკლან იგი და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პილატეს მთავარსა 27:1-2 თარგმანი განიზრახეს და განაჩინეს და დაამტკიცეს რაითა მოკლან მეუფე და მაცხოვარი ყოველთაი ვაისულ სამაათსა ხოლო არა უნდა მათ მოკლა იმისი ზემოთქმულისა მის მიზეზისათვის და რამე თუ დღესასწაული დიდი იყო ამისთვის მიიყვანეს და მისცეს იგი მთავარსა ხოლო შენ გულისხმა ყავ ქრისტეს მოყვარეო ვით არ მოიცია საქმე იგი ჟამსა მას დღესასწაულისასა რამე თუ ესე პირველითგანვე განწესებულ და განგებულიყო რაითა ოდეს სახე იგი და აჩრდილი იქნებოდა მაშინ აღესრულოს ჭეშმარიტება იცა სახარებაი მაშინ ვითარცა იხილა იუდა რომელმან მისცა იგი რამე თუ დაისაჯა შეინანა და მიაქცია 30 იგივე ცხლი მღვდელთმოწ ღუართა მიმართ და ხუცესთა და თქვა ვწოდე რამე თუ მიგეთ სისხლი მართალი ხოლო მათ ხრქვეს ჩვენ და რაი შენ უწყი და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მასშინა და განეშორა და წარვიდა მიერ და შიშთვილება 27:3-5 თარგმანი ესე საქმე იუდაისცა შემასმენელ არს და ჰურიათაცა იუდაისა ამისთვის რამე თუ უჟამოთ შეინანა და უწესოთ ხოლო ჰურიათა ამისთვის რომელ ხელეც იფებოდა შენანებად და განტევებად იესოისა და არაინებეს და იხილეთღა თუ ოდეს შეინანა იუდა ოდეს ცოდვა იგი აღასრულა რამე თუ ესრეთ არს საქმე ეშმაკისაი არა მიუშვებს წარტყუენულთა მის მიერ ახილვად თვალთა ოდეს ცოდვასა იქმოდი ხოლო აღასრულონ რაი ბოროტი მერმე ემხილების და მას უბადროქსა რაოდენი ასწავა ქრისტემან და არა მოდრკა გული მისი ფიცხელი ხოლო აღესრულა რაი ბოროტი იგი განზრახვა იმისი მაშინღა შეუხდა სინანული და იგიც არა იხმარა ჯეროვნად რამე თუ რომელი იგი აბრალა თავსათვისა და ვეცხლი იგი დააბნია და არა დაერიდა კრებულსა მას ჰურიათასა ესე ყოველი კეთილად ქმნა ხოლო რომელ შიშთვილება და თავი მოიკლა ესე შეუნდობელიყო და საქმე ბოროტისა ეშმაკისაი რამე თუ შეისწრაფა წარტაცებად მისა რაითა ვერ შეინანოს ცოდვა იგი და სიკვდილითა ბოროტითა და საძაგელითა წარწმინდაშვილი იგი წარწმენდისაი აც იხილეთ ვითარ ჭეშმარიტება ყოვლით კერძო ბრწყინავს და წინააღმდგომი მისნი დაისჯებიან რამე თუ ესე მებრიუდაის შიშთვილი სრულიად პირსა დაუყოფს ჰურიათა რამე თუ რაიღა სიტყვა იაქოს ვინაითგან ესმის ვითარ მიმცემელი იგი შეიწამებს უშჩულოებასათვისა რამე თუ ვერღარა თავს იდებდა მხილებასა მას გონებისასა ეგრეთვე ჰურიათაცა შეხუდებოდა რამე თუ იცოდეს ვითარ მედ უშჩულოსა საქმესა იქმან ამისთვის ოდეს თქვა იუდა ვწოდეო რამე თუ მიგეთ სისხლი მართალი სხვაი ვერ არაი მიუგეს გარნა ესე ჩვენ და რაი არსო შენ უწყი შენ ზედა იყავ მბრალი ესე თქვეს და იცოდეს საქმისა მის სიბოროტე არამედ არა აღიხილეს თვალნი არცა გულისხმაყვეს ვიდრემდის აღასრულეს მათსა ცოდვა ითვისი რამე თუ იუდაისი აღსრულებულიყო მიცემა იგი ხოლო მათი ჯერეთ არა აღსრულებულიყო ქრისტეს მკვლელობაი არამედ აღასრულეს რაი და დამოჰკიდეს იგი ჯუარსა მაშინ იგი ნიცა იწერტებოდეს გონებისაგან და შეშფოთებულიყვნეს ამისთვის ოდესმე ეტყოდეს პილატეს ნუ დასწერ მეუფეი ჰურიათაი იოანე 19:21 რქვამცა ვინ მაშინ და რასა გეშინის უბადროგნო კუდრისაგან წელსა და მოკიდულისა ყვალად ამბოხებდეს დაცვად საფლავისაგან ემზადებოდეს ნუ უკვე მოვიდენო მოწაფენი და წარიპარონ იგი და უთხრანერსა ვითარმეთ აღდგა მკვდრეთით მათე 27:64 და სადაქმნილ არს ესემლევანი საქმე
ხო იცოფნო და უგუნურნო? ოდეს ვინ მოიპარა მკვდარი და თქვა ვითარმე და აღდგა? ვიდრე ცხველღა იყო დაუტევეს იგი და იუტოდეს და თავმან მოწაფეთა მისთამან სამგზის უარყო და აწვინ არს მათგანი, რომელი გვამსამცა მკვდარსა წარიპარვიდა და აღდგომასა სწამებდა? არამედ ამხილებდა მათ გონებაი და ამისთვის ამას ყოველსას რახვიდეს, ვითარცა უცნობონი. ისმინეთ ვეცხლის მოყვარენო, რა იგი შეემთხვია იუდას. ცოდვა იგი საშინელი ქმნა და ვეცხლი იგი დააბნია და სულითვის იწარწყმიდა, ესეცა საწუთროი დასჭირდა და საუკუნოი ცხოვრება იცა და შიშთვილება, რაითა იყოს საქიქელ ყოვლისა სოფლისა. ემხილა ჰურიათაცა გარნა მთვრალი შურისაგან და არა განეყენეს საეშმაკოს ამას საქმესა, არამედ მოპოვნებულითა რეცა უმეცრებითა ფარვენ თავთათვის და უგუნურებით. უკვე თუმცა შემდგომად ჯვარცუმისა თქმულიყვნენ სიტყვანი ესე, არცა მაშინ აქ უნდა სიტყვაი, გარნა აწინგლისასა უმოლხინემცა იყვნეს. ხოლოაც ჯერეთ მათ თანა იყო ქრისტე და ხელეწიფებოდა განტევებად მისა, ვით არ უკვე ეტყვიან იუდას, ჩვენ და რაიორ და მასზედა დასდებენ ყოველსავე ბრალსა და იგინი ისწრაფიან მოკლოდ ქრისტესა. რამე თუ ხრქვა რაი პილატე, ვინ ორთაგანი მიგიტეო თქვენ, ისუ ბარაბაისი ანუ იესუ რომელსა ხრქვიან ქრისტე? მათე 27:17 უშჩულელთა მათ ბარაბა მოითხოვეს, კაცის მკვლელი იგი დაავაზაკი, ხოლო ქრისტე დასაჯეს სიკვდილად, ქველის მოქმედი იგი და კეთილის მყოფელი მათი. ხოლო იუდა იხილა რაი ვითარმეთ ჰურიათა ვეცხლი იგი არა მიითვალეს, დააბნია ტაძარსა შინა და წარვიდა მიერ და შიშთვილება. სწახარებაი, ხოლო მღვდელთმოძღვართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქვეს, არა ჯერ არს ესე დადებად სიწმინდესა, რამე თუ სასყიდელი სისხლისაი არს. და ზრახვაყვეს და მოიღეს ვეცხლი იგი და მოიყიდეს მითა აგარაკი მეკეცისა ისაფლავად უცხოთა. ამისთვის ეწოდა აგარაკს ამას აგარაკი სისხლისაი ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინაისწარმეტყველისაი, რომელსა იტყვის, და მოიღეს 30 იგი ვეცხლის სასყიდელი იგი პატიოსნისა იმის, რომელი მოიყიდეს ძეთა ისრაელისათა და მისცეს იგი აგარაკისათვის მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მეუფალმა 2, 27, 6, 10. თარგმანი, ხედავა ვით არ იწერდებიან მხილებითა მითგონებისაითა და შეიწამებენ, ვით არმედ მკვლელობაი მოიყიდეს და არა დადვეს ვეცხლი იგი ტაძარსა, არამედ იყიდეს აგარაკი აკალდამად, რაითა იყოს იგი საწამებელად უშჩულოებისა მათისა საუკუნოდ და სამხილებელად განცემისა მის. რამე თუ სახელი აგარაკისა მის ხმა მაღლად ღაღადებდა მკვლელობასა და მოსისხლეობასა მათისა. ხოლო ყოველსავე ზედა ზრახვასა იქმან, რაითა არავინ მათგანი იპოვოს უბრალო, არამედ ყოველნივე თანამდებ სიკვდილსა ქრისტესსა. და ამას ყოველსა პირველ წინაისწარმეტყველი მოასწავებდა. ხედავა ვით არა მოციქულთა ოდენ, არამედ წინაისწარმეტყველთაცა ყოველივე საყვედრელად და შეურაცხად საგონებელი მოსწრაფებით აღწერეს და ყოვლით კერძოვნებასა მისა ქადაგებენ. სწავლა იპე რაითა ხვბაწვიდეთ სიმშვიდესა და ძვირუხსენებლობასა ქრისტესსა, რომელმან ყოველივე დუმილით თავს იდვა. ხოლო ჩვენ საყვარელნო ვიხსენებდეთ ვნებათა მათ, რომელნი ქრისტემან თავს ისხნა ცხოვრებისა ჩვენისათვის და ვისწრაფოთ ბაძვად სიმშვიდესა და ძვირუხსენებლობასა მისსა. რაი შეგემთხვია, კაცო, ესე ვითარი, ვითარ იგი უფალსა ჩემსა შეემთხვია. გინა თუ იგინე მოყუსისაგან, გინა თუ იგუემე, გინა თუ იყვედრე მისთა მათ ვნებათაგან დიდად ნაკრულევან ხარ. რამე თუ გულისხმად ყავ, თუ ვინ იყო იგი, ანუ ვიეთგან შეემთხვია, რა იგი შეემთხვია.
დამბადებელი ცისა და ქვეყანისაი, რომლისა წინაშე ძრწოლით დგანანზე ცისა მხედრობანი, ესე ჩვენთვის კაც იქმნა და ქვეყანას ზედა იქცეოდა, შეემშია და მოეწყურა და დაშურა, მერმე მოწაფემან განყიდა იგი, სხვათა მათ დაუტევეს და იუტოდეს. უშჩულოთა მათ შეკრეს იგი და წარადგინეს კაიაფაისა. მონამანმან ყურიმალსა სცას, სხვანიშნე რწყუიდეს პირსა მისსა და სცემდეს თავსა მისსა, მერმე კვალად შეკრეს იგი და მიიყვანეს პილატესა, ხოლო მან ტანჯა და მისცა ჯვარცუმად. მხედარნი იგი ეკიცხევდეს, ჰურიანი აყვედრებდეს, ავაზაკ იგმობდა და რაიმე ვთქვა. რამე თუ მოუძლურდების ენაივნებათა მისთა წარმოთქმად. და ყოველივე იგი უყვეს უმიზეზოდ და თვინიერ ყოვლისა ბრალისა, ხოლო სახიერმანმან ყოველივე დუმილით და სიმშვიდით თავს იდვა, არა სიტყვა უგო, არცა აცილობდა, არამედ დუმილით ამძლე ექნა, რაითა გვასწავს ჩვენ. ვითარმეთ დიდი წამალი არს ცხოვრებისაი სულ გრძელებაი და ვითარმეთ რაოდენცა სიმშვიდით თავს ვიდვათ, უმეტესად მძლე ვექმნებით ბოროტისა მყოფელთა ჩვენთა. გარნა ჩვენ, რომელნი დღითი დღე აღმოვიკითხავთ და გვესმის ესე ყოველი, გიცხელ ვართ და ცხარ და უთმინო და მრისხანე მოყვასთაცა მიმართ და უმწემესთა და არა თავთა ჩვენთა ვაბრალებთ, არამედ სხვათა, მან ვინმე შემაწუხაო და განმარისხა. რაი არს, კაცო, სიტყვაი ესე შენი. მაშინ ჯერ არს უფრო ისად სულ გრძელებისა ჩვენებად, ოდეს ვინმე შეგაწუხოს. ხოლო უკვე თუ არაი ვინ მიზეზი გუცეს, მაშინ მხეცნიცა მშვიდ არიან, რამე თუ იგინიცა უკვე თუ არავინ აღაშფოთნეს, არა აღშფოთნებიან. აც უკვე თუ ჩვენცა მაშინ ოდენ მშვიდ ვიყვნეთ და სულ გრძელ ოდეს არავინ განგვარისხოს და ოდეს მიზეზი ვინ გუცეს, მხეცთა უფიცხლეს ვიყვნეთ, რაითა უმჯობეს ვართ მათსა. მათ ვერ აბრალობ, რამე თუ ბუნებით აქვს მხეცობაი, ხოლო შენ, კაცო, რაი გაქვს სიტყვაი. უკვე თუ ვინ წარიტაცა შენი, უკვე თუ პატივი მიგიღო, უკვე თუ გაგინა, უკვე თუ გცა, არავე გაქვს მიზეზი განრისხებისაი. ერთად რამე თუ ხედავთ სახესა მას მოთმინებისა და სულ გრძელებისა საუფლისა ჩვენისა, რომელმანინო ჩვენთვის, ვითარცა იტყვის მოციქული და ჩვენ დაგვიტევა ხელით წერილი, რაითა შეუდგეთ კვალსა მისსა, რომელმან იგი ცოდვაი არა ქმნან. არცა იპოვა ზაკუაი პირსა მისსა, რომელი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქმიდა, მიეცა მსაჯულსა სიცრუით, რომელმან ცოდვანი ჩვენი თავს ისხნა ხორცითა თვისითა ჯვარსაზე და რაითა ცოდვასა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა იგი წყლულებითა განვიკურნენით. პირველი პეტრე 2:21-24. მეორედ რამე თუ უწყით, ვითარმედ მაგინებელნი და შეურაცხმყოფელნი ჩვენი უფრო ისად სარგებელ გვექმნებიან, ვიდრე ღამაქებელნი და პატივმცემელნი, რამე თუ იგინი გვირგვინსა მოთმინებისასა მოგვატყუებენ, უკვე თუ გვენებოს. ხოლო ესენი ზუაობასა და ამპარტავანებასა შთაგვაგდებენ, უკვე თუ არაფრიად ვეკრძალნეთ. და ვითარ იყოსო ესე, რაითამცა მაგინებდა ვინდა შეურაცხმყოფდა და არამცა განვრისხენ. მეტყვი ან ვიეთნიმე. ჰე, ძმაო, შესაძლებელი არს ესე და არა შეუძლებელი. ოდეს ვინმე შეგაწუხოს და ბოროტი გიყოს საქმით გინა სიტყვით და აღიძროდი გულის წყრომად გამოსახე სასწაული ჯვარისაი გულსა შენსა, მოიხსენენ ნებანი და შეურაცხებანი ქრისტესნი, რომელ ჩვენთვის დაითმინა, მოიხსენი შიში ღმრთისაი და განქარდეს ნება იგი შენგან და იქმნა მშვიდ და მოთმინე. უკვე თუ კვალადცა იტყვი, თუ შეუძლებელ არს ესე მიხედენ მებრმონათა შენთა და მათგან ისწავე. ოდეს აგინებდე და შეურაცხყოფდე და სცემდე და იგინი დუმილით თავს იდებდნენ, ცან ვითარმედ არა შეუძლებელსა საქმესა გეტყვი. რომელსა იგინი იქმან შიშისათვის შენისა, შენ შიშისათვის ღმრთისა რად არა ჰქმნა.
ოდეს იქმნას ჟამი შფოთისაი და ძვირსაი ტყოდის და გაგინებდეს მოყვასი, გულისხმა ჰყავ, რამე თუ წარუწყმედია გონება ითვისი და უფრო ისაც წყალობდი, რამე თუ ეშმაკეულნიცა მრავალგზის გუცემდიანცა და არა განვრისხნით, არამედ უფრო ისად ვწყალობდით. ეგრეთვე შენ ქმენი, შეიწყალე მაგინებელი იგი, რამე თუ ბოროტითა ეშმაკითა შეპყრობილ არს მრისხანებისა და გულის წყრომისაითა, რომელმან იგი მრავალგზის მეხსა შინა დიდნი ბოროტნი ქმნის. კი ჩვენ ამცა ვინ შიშულად სული მრისხანისაი და სული მოთმინისაი და იხილემცა მრისხანისაი მის მიმსგავსებული ზღვასა აღძრულ სახელვითა წარმწყმედელითა, ხოლო მოთმინისაი მის ნავთ საყუდელსა მყუდროსა, რომელსა ვერ აღსწრენ ნიავქარნი ვნებათანი. და თვითმებრ მრისხანე მარადის მაბრალობელ არს თავისათვისისა, მხილებული გონებისაგან, ხოლო სულ გრძელი და მოთმინე განისვენებს სულითა. რა დეძიებ, კაცო, სხვისაგან პატივსა? შენ თვით პატივეც თავსა შენსა და ვერ ვინ შეურაცხყოფს, უკვე თუ კულა შენ საქმით შეურაცხყოფდე თავსა შენსა, რაღაცა თუ ყოველი სოფელი პატივ გცემდეს, უპატიო ხარ და შეურაცხ. რამე თუ ვითარცა იგი უკვე თუ ჩვენ თვით არა ვავნოთ თავთა ჩვენთა, ვერ ვისხელ ეწიფების ვნებად, ეგრეთვე უკვე თუ ჩვენ არა უპატიო და შეურაცხვნეთ თავნი ჩვენი, ვერ ვინ უპატიო გუყოფს. იხავ მკაცი ვინმე საკვირველი და სათნოი, და ყოველნი ხდიდნენ მას მსიძვად და მპარვად და ავაზაკად, და იგი მოითმენდინ ყოველსავე სულგრძელებით, რა იევნო სიტყვათა მათგან. არ არა იყოვლადვე, არამედ უფრო ისად მათევნო, რომელნი ესრეთ იტყოდეს. მითხარღა, უკვე თუ ვინმე მზესა ბნელ უწოდოს, მას ავნო ანუ თავსათვისსა? ცხად არს რამე თუ თავითვისი განცვიბრებულად და ცოფად გამოაჩინა, ხოლო მზესა არ არა იავნო. ეგრეთვე არიან რომელნი კაცის აღმთისმსახურისათვის ძვირსა იტყოდინ. რაც უკვე ესე შევიკრძალოთ, რაითა გონებაი ჩვენი წმიდავხოთ და არ ავსცეთ მიზეზი მხილებად ჩვენ და, ხოლო უკვე თუ სხვანი ბოროტსა გუწამებდნენ, რომელნი ჩვენ არა უწყოდით, ყოვლადვე ნუზრუნავთ ამისთვის. რამე თუ არ არა იევნების კაცსა სახიერსა უსახურად თუ ვიეთგანმე შეირაცხოს. ხოლო რომელმან ძვირი უზრახა სიცრუით, მას უფრო ისად შეემთხვია ვნებაი და ზღვევაი. ვითარცა იგი უკვე თუ ვინ ცოდვითა სავსე იყოს, რაღაცა თუ კაცთა მიერ საქებელ იყოს, არ არას ერგების, არამედ უფრო ისად დასასჯელ ექმნების. ამისთვის გევედრები დაუტეოთ სრულმაი სხვათა ჰაზრისათვის და სხვათა პატივისა და შეურაცხებისაი და ესე ვიღვაწოთ, რაითა გონებაი ჩვენი ვერას ბოროტსა გვამხილებდეს, არამედ სათნოდ ღმრთისა ვიქცეოდით, რაითა აქაცა კეთილად ვიყვნეთ და მის საუკუნოისა დიდებასა მივემთხვინეთ მადლითა და კაცთმოყვარევითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი თანა მამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. წმიდაო და სასოო ჩვენო და სამკაულო ყოველთა ქრისტიანეთაო, იოანე ოქროპირო მეოხექმენ წინაშე ქრისტეს, ღმრთისა ჩვენისა, მამათა ჩვენთა იოანეს და ეფთვიმეს, რომელმან ესე თარგმანა ბერძულისაგან ქართულად თვინიერ სომხურისა.